როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დიდი ხანია ესე ღიად ეზოში არ გამოსულარ და ეხლა შემოვა 1000-ნაირი ხმები, რომელიც მე ძალიან მიყვარს და თქვენ ძალიან კარგად გაგახსენდებათ. ბედნიერ დღეს გისურვებთ ჩვენთან წვიმიანი დღეა, მაგრამ რაღაცა გვეპარება წვიმა და ვერ ბედავს ესე რომ იწვიმა. ზოგადად როცა წვიმს ხო, ვისაც არ გიყვართ წვიმა, იფიქრეთ სწორად. მაგალითად, რატო წვიმს? მე ესე ვფიქრობ ხოლმე, რა ვიცი, თუ გაინტერესებთ, მაინც ვიტყვი, წვიმა იქცევს ამით ყურადღებას. და წვიმა სულ მარტო, იმიტომ წვიმასთან სულ ასოცირებულია სევდა, მოგონება, ძილი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, საიდუმლო გაანდეთ მხოლოდ ყავას. გოგონებო, მოდი ახლა რადგან საიდუმლო და ამბები ვახსენე, მოდი ნახოთ რას მალავს ეს ადამიანი გულში, რაც უნდა თქვას და რა ვიცი არ ამბობს, ვერ ამბობს თუ რა მიზეზი აქვს, ნახოთ აბა. ისე უნდა თქვა და ეხლა გეტყვით თუ ხართ ამ სიტუაციაში და თუ ამჩნევთ ამ ადამიანს. ესე იგი, გეგონება რომ ურთიერთობაშია თქვენთან, წერს არ წერს არ აქვს ამის მნიშვნელობა, თითქოს გეგონება აი გაყინულია რაღაცნაირია, მაგრამ რომ ემჩნეო რამე უნდა თქვას, მაგრამ არ ამბობს ამ ყველაფერს. არ ამბობს ამ ყველაფერს, ნახოთ. რისი თქმა უნდა, ან ვერ ამბობს, ან არ ამბობს, ესეც ვიკითხოთ. მე უფრო ვიტყოდი არ ამბობს, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან შეცვლილი, არ ხარ ისეთი როგორიც იყავი, მიუწვდომელი ხარ, ან შენთან უკვე ესეთი მარტივი სიტყვებით ვერ მოვა. შეიძლება ძალიან სერიოზულ სიტყვა გითხრას, მაგრამ ამას უნდა მოყვებოდეს, რა თქმა უნდა, მოქმედება და აი ამაშია მთავარი პრობლემა. რამდენჯერ ამომიხდა, ესე იგი ლაპარაკი არ უნდა, ზუსტად იცოდეთ, ზოგადი გაშლების მადლით და აი ამ ენერგიებით, რომ სპეციალურად არ გეუბნება არაფერს. ერთი წამი მადროვეთ, ერთი წამი. ესე იგი დავიწყოთ, რადგანაც არ გეუბნება, სათქმელი აქვს. რა სათქმელი გაქვს? ჩვენო ხმლების მეფეო, რა სათქმელი გაქვს? რა სათქმელი გაქვს? ნახოთ. იმპერატრიცა. კონკრეტულად სათქმელი კი არა, ასახსნელი აქვს ამ ადამიანს მოქმედება. მოქმედება შენს მიმართ თუ როგორი ხარ შენ. შენ გიყურებ, შეიძლება შენც არ იყო თავისუფალი, ან რაღაცა ამდაგვარი იყოს აქ. იმიტომ რომ მაინც იმპერატრიცა ხარ, ეს უბრალოდ გავაჟღერე, ისთვის როგორი ინფორმაცია შემოვა. მოქმედება ზუსტად იცი შენთან როგორ უნდა მოიმოქმედოს. აქ სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამბობს. მე ნათქვამიც მაქვს და მე შემიძლო შენთვის კიდე ბევრი რამ გამეგზალებია, მაგრამ მე შევწყვეტე. მე ვაკვირდები სიტუაციას, მე ვაკვირდები იმას, რომ შიგნით მე არაფერი არ გამნელებია, მაგრამ მე არ მოქმედებ სპეციალურად და ეს ჩემი სიტყვა უკვე არაფერს არ ნიშნავს. მე თვითონ არა მაქვს ამის მოთხოვნილება რომ გითხრა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი, ესე მგონია რომ აი დაზეპირებული რო იცი რა უნდა უთხრა, შენი საზეპირო რო არის, მაგრამ ხო, კარგი, გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მერე და ზუსტად ეს არის, რომ მერე ანუ მოქმედებაში არის გაჭედილი. ესე იგი, ვერც გივიწყებს, ვერც მიდის და ამავე დროულად არც სიტყვები გამოდის, ვერც მიდის, ვერც ბრუნდება, იმიტომ რომ ვერ გამოვა. არ გამოვა, არ მოდის თქვენთან რაღაცა შეთანხმება, აქ არის ძალიან დიდი გადაწყვეტილება და არჩევანი. კონკრეტულად შენი არჩევანის რო არა, მას მისი არჩევანი და გადაწყვეტილება აქვს და უბრალოდ ვერ გაკაცავს ეს ადამიანი შენთან და შენს მოთხოვნილებას, ამიტომ ირჩევს თავის ყოველდღიურობას, თავის საქმიანობას და აი იცი როგორ ურთიერთობა შენთან ჩიხი. ჩიხი ყოველთვის გასარკვევია. იმიტომ რომ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ აქ ყველაფერი გასაგებია თუ არ მოქმედებს ადამიანი, მაგრამ მას ზეპირად ვერ გეტყვით. თუმცა ყველაფერი რაც ჩემამდე მოდის, გინდა შენი მოქმედება იყოს, მოქმედება იყოს, სიტყვა იყოს, მე ასე ვხედავ. დანარჩენი ხო არ მაინტერესებს, დანარჩენს ვხედავთ აგერ, ხო, ზოგადი გაშლების მადლით რაღაცებს რო უყურებთ. ამიტომ, მოდი. ამიტომ უკაცრავად
ამიტომ თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს ადამიანი არ მოქმედებს, თუ რამეს არ აკეთებს, არაფერს არ ფიქრობს. იმიტომ ახსენი, რომ რასაც შენ აკეთებ, მოდის ჩემამდე, მე ამას ხედავ და ეს არის გასაგები, მაგრამ რეალობაში არ არის ესე. მოკლედ, არ აქვს ამას განასათქმელი, ამას არ აქვს არაფერი მოსაცემი. შენც ხლების დედოფალში ხარ. რომ თქვა რომ შენს რამე გაქვს შენ შეიძლება ასახსნელი კი არა უფრო აი მოსაჭრელი გაქვს აი ხო იცი ძირში რომ უნდა მოჭრა ადამიანი აი ისეთი რაღაცა რომ უთხრა რომ მოცელო პირდაპირ არაფერი არ გაქვს შენ სათქმელი ერთადერთი თუ იტყვი ან რაღაც ულტიმატუმის თემა ან აუხსდი რომ ან ასე უნდა იყოს ან ასე უნდა იყოს შენი მოსმენა იცი როგორი ენერგიები აქვს შენი მოსმენა ამას გეგონება ყელშია გამოსული, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სიამოვნებს, იმიტომ რომ ამის უკან დგას ემოცია. ემოცია, რომელიც არ არის რაღაცა ის თასი, რომელიც უდგას, შეიძლება იყოს შევსებული გრძნობით, მაგრამ ამას არ ეხება, ანუ მე არ ვეხები ამ ემოციას. თითქოს როგორი ურთიერთობა უნდა, იცი? არ შევეხოთ ემოციას, ემოციურ ფონს არ შევეხოთ. რატო არ გინდა რომ შეეხო ემოციურ ფორიანი პენტაკლი? ამას აქვს მოკლედ გადაწყვეტილება. მისაღები ძალიან დიდი. მოკლედ ვის რა გადასაწყვეტი თემები გაქვთ, თუ გონიათ რომ ამას წყვეტს, არა, მე უყურებ რომ აქ არაფერი არ არის. ეს არის ემოციური კარუსელი. თავბრუს დამხვევი. ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ, თორე რეალურად ზედმეტი თავბრუს ხვევიდან ხო იცით რაც ხდება. ამიტომ ეს გრძნობა ასოცირდება აქ, რომ არა, ეს უნდა იყოს გასაკონტროლებელი, მე ვირჩევ გონებას და ნუ მოკლედ რაღაცა სიყვარულის თემები დიდად არ აინტერესებს, მაგრამ არ უარყოფს ამ ყველაფერს. ძალიან მოწონ შენი ემოცია და შენი გრძნობა, ძალიან მოწონ შენაც წამოგწდება. თუნდაც შეიძლება არ ვიცი რა მინიშნებას აძლევს, აი დაჟეს თორშიც რო დაგაფიქსიროს, მაგრად ეს სიამოვნება. გრძნობს შენს გულწრფელ ემოციას. თვითონ თუა გულწრფელი? თვითონაც არის გულწრფელი. უბრალოდ ხასიათი აქვს რთული, მაგრამ გულწრფელი ადამიანია შენთან, აი რასაც ამჟღავნებს, როგორც ამჟღავნებს, გულწრფელია. უბრალოდ დამღლელი ტიპაჟია, ანუ არანაირი კონკრეტიკა, ანუ მე მაინტერესებს ეს ხო ძალიან გამაწვალებელია თქვენც და მე მაინტერესებს, აი შენ წვალდები, მაინტერესებს მართლა შენ წვალდები? ძალიან მტკივნეულია მისთვის ეს თემა. ესე იგი, რატომ მიდის მოდის და რატო არის ასეთი ორაზროვანიც კიდე იცით, რომ დაასრულოს. ეს იქნება დიდი გამოწვევა, დიდი ტკივილი და მოკლედ ვერ გაკაჩავს. ეს იცი როგორი მომენტია? აი ხო არის ურთიერთობები და პრეტენზიებს გეუბნება ადამიანი, რომ შენ დაუშვათ ესეთი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი პრეტენზია და შენ ეტყვი ესე გინდა მშვიდად, გინდა აღელებული, ბატონო მიბრძანდი 4 გზა, 4 მიმართულება მიბრძანდი, თავისუფალი ხარ. და დააკვირდით როგორი ეს რაღაცა შეტოკებული ის იქნება, გაკვირვებული რეაქცია იქნება, იმიტომ რომ არავის არ უნდა თავისუფლება, აი ესე რომ მიართვა ლანგარზე. თვითონ და ხდებოდეს ამ ყველაფერს, მაგრამ რომ უნდოდეს, კი არ დაიწყებდა დაბრალებას და манипуляციურ მოქმედებებს, არ დაიწყებდა. ამიტომ ძალიან საინტერესოა ზოგადად. ხანდახან კი არა, სუმგონია, უბრალოდ ამავე დროულად ძალიან თავმდაბალი ვარ იმ კუთხით, რომ ნუ თუ ხათუნა შეიძლება შენ ასე ყველაფერი იცოდე და ამტკიცეს. ღვთისმსხალობა. მაგრამ შენ წარმოიდგინე ვიცი. ვიცი და ხვდები არ ვიცი, საიდან როგორ, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი ადამიანები. ურთიერთობებში განსაკუთრებით, იმიტომაც ვშლის სულ ზოგად გაშლებზე. პირადზე. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და თუ ვინმე გაწვალებთ, კი, ეს არის სასიამოვნოა, მაგრამ ყოველთვის არსებობს ხერხი გზა, რომ თქვენც გააწვალოთ. და ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.